ერთად, მაგრამ დავიწყოთ ალბათ იმით, ზოგადად სად იწყება არასრულუფასოვნების კომპლექსი, რა არის მისი ძირითადი მახასიათებლები და რა შემთხვევაში გრძნობს თავს არასრულუფასოვნად, არასაკმარისად ადამიანი და ეს არის ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილი, თავისებურება, იგივე თვისება, თუ უბრალოდ დამოკიდებულება, რომელიც ჩნდება ამ სხვა გარემო ფაქტორების გამო და შემდეგ უკვე ძალიან მძაფრდება ხოლმე. კი ბატონო, პირველს მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწყება ორი ძირითადი ფაქტორით. ეს არის ბიოლოგიური ფაქტორი და სოციალური ფაქტორი. იწყება ყველაფერი ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან, რასაც ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ დედის სტრესი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთელი რიგი განვითარების მანკებით დაწყებული, შემდგომ ხასიათის პათოლოგიით დამთავრებული. პირველი ეს არის დედის სტრესი, ეს არის დედის ორგანიზმში მაღალი კორტიზოლი და სტრესის მთავარი მიზეზი არის ისევ და ისევ ორი. ეს არის ან ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც არის ბიოლოგიურად პირობადებული, ან ეს არის სოციალური ფაქტორი. იცით, აი დეპრესიის მიზეზები და ჩამოთვლიან ამას. სინამდვილეში ეს არის ორი. ეს არის ან რეალურად ორგანული ცვლილებები ორგანიზმში, თავის ტვინში, ენდოკრინულ სისტემაში, ან ეს არის მძიმე სოციალური პირობები, როგორც წესი, ეს არის მაგალითად სიდუხჭირი ან უფლობა. დანარჩენი შეიძლება მოხდეს რაღაც და ამ რაღაცაზე ემოციური რეაქცია განპირობებული ან ბიოლოგიური ფაქტორებით, ან თქვათ ფსიქიკური. როგორც წესი იშვიათია ძალიან ბიოლოგიური. როგორც წესი ეს არის შეძენილი. რა არის არასრულუფასოვნება? არასრულუფასოვნება ეს არის, როდესაც მე ვთვლი, რომ სხვაზე ნაკლები ვარ, ან მე ვთვლი, რომ ის ჩემზე მეტია. ეს არსებითად სხვადასხვა რამ არის. აი ის, რომ მე სხვაზე ნაკლები ვარ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მაგალითად ორგანული მართლაც. თქვათ განვითარების მანკი. აი თქვათ ძალიან დაბალი, ან ძალიან მსუქანი, და ასე შემდეგ. მთელი რიგი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი გარეგნობის, მაგრამ მაინც კონდეს არასრულუფასოვნების კომპლექსი. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის განვითარების თავისებურება, ისევ და ისევ მუცლად ყოფნის პერიოდიდან დაწყებული. ყველაფერი იწყება მუცლად ყოფნის პერიოდში. ეს არის დედის სტრესი. შორის ეს უხილავი ძაფი, როგორც კი გაებნევა. აი მაგალითად ისევ და ისევ კორტიზოლი, მაღალი ადრენალინი, რომელიც იწვევს პლაცენტის სისხლის მილების შევიწროებას, რის შედეგადაც ნაყოფს არ მიეწოდება სათანადო რაოდენობის ჯანგბადი, საკვები და ასე შემდეგ და არასრულად, არასწორად ვითარდება ნერვული სისტემა. ეს ბიოლოგიურ შემთხვევაში. ეს ბიოლოგიური მაგრამ შეძენილის შემთხვევა არის ალბათ უფრო ბულინგი. უფრო ესეთი მძაფრი მკვეთრი, იგივე დაუშვათ აი ბავშვობის ტრავმები, ბავშვობაში გაკეთებული რაღაცა არასწორი კრიტიკა, შედარება, მშობლისგან, საზოგადოების სხვა წევრებისგან, მასწავლებლისგან და ასე შემდეგ. ან გადაჭარბებული ჰიპერმგრძნობელობა, როდესაც ბავშვი მოკლებულია საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას, რომ ეს ჯერ შენი საქმე არ არის და მე როგორც გეუბნები, ისე გააკეთე და ასე შემდეგ. ეს არის რა თქმა უნდა ბულინგი, თქვათ შეფარული თუ ღია, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, მაგრამ აი მაგალითად გავიხსენოთ ცნობილი სირანო დე ბერჟერაკი, ხო? მისი ცხვირი დღემდე შემორჩა, ხო, ლეგენდად. ამ დროს თურმე არანაირი ასეთი განსაკუთრებული ცხვირი მას არ ჰქონდა. ჩვეულებრივი გასკონური ცხვირი ჰქონდა, მაგრამ ის აღიქვამდა თავს როგორც ძალიან დიდ ცხვირიანს და განიცდიდა ამას ავადმყოფურად. დისმორფოფობია ქვია ამას. ანუ დისმორფო, ანუ დის არის მოშლა, არევა და მორფოს აგებულება, ფობია შიში. ის აღიქვამდა თავს ასეთად. და როდესაც სარკეში ადამიანი იყურება და განსაკუთრებით ეს გარდატეხის ასაკი დაიწყება, ანუ ნახეთ ვუკავშირებთ ისევ და ისევ ქცევის ბიოლოგიას და ჰორმონულ პანელს. და მე ვთვლი, რომ მე რაღაც ისეთი სილამაზე არ მაქვს, ისეთი გარეგნობა არ მაქვს და თან ეს შედარების არეალი რაც რო გადის იზრდება. ადრე თუ თქვათ ვადარებდით კლასელები, მერე სკოლელები, მერე უბნელები, სოფლელები და ასე შემდეგ, ხო, რასადაც ვართ. ახლა მთელი მსოფლიო მოცული აქვს სოციალურ ქსელს, ხო? ის ასეთი ხო და არა, აი ამას ფილტრი აქვს დადებული და ეს ფოტოშოპია, ხო? ანუ ვამართლებ ის რეალურად ასეთი ლამაზი კი არ არის, ეს რეალურად ასე კი არ არის, ამდენად კი არ მჯობია. ხო, ანუ შედარებები, როდესაც მშობელი ადარებს, მასწავლებელი ადარებს, აი ნახე ის როგორ სწავლობს, ნახე ის როგორ დადის, ნახე, ანუ
ისევ და ისევ ეს არის ჰორმონები, აი მაგალითად ქალი თავს აღიქვამს ძალიან კარგად, კმაყოფილია გარეგნობით და თავისი თვითკმარია, მაგალითად menstruatsiis ფაზი და მე-14-მე-16 დღის ფარგლებში, როდესაც ოვულაციაა. ანუ როდესაც ორგანიზმი ემზადება განაყოფიერებისთვის, ანუ როდესაც არის ესტროგენის პროგესტერონების პიკი. პროგესტერონის პიკი. და შემდგომ როდესაც უკვე მოდის დაღმავალი ფაზა და უახლოვდება პრემენსტრუალურ ფაზას, პირიქით ეს კლებულობს, მატულობს გაღიზიანებულობა, თქვათ იგივე შეფასების შემცირება და ასე შემდეგ. რა არის ასევე გარდა ბიოლოგიური ფაქტორებისა, ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან ეს არის ძალადობა. როდესაც ბავშვზე ძალადობ ფსიქოლოგიურად, როდესაც არ აძლევ თავის გამოვლინების საშუალებას და ბავშვი ცდილობს, რომ ეს თავისი არასთქმის უუფლებობა გამოხატოს სხვაგან საკუთარი თავის წარმოჩენა სხვისი დამცირების ხარჯზე. ანუ თუ არის ჩამოყალიბებული ეს, რომ მე არ შემიძლია, მე ამას ვერ გავაკეთებ, მე ამის გამო დამსჯიან, მე ამის გამო შემარცხვენენ, ანუ მარცხის შიში, სირცხვილის შიში, უარყოფის შიში, ეს შემდგომ გამოვლინდება ორი მიმართულებით. ან ის ჩაიკეტება, ჩატრიალდება შიგნით და დაიწყებს იზოლაციას, ან მეორე დაიწყებს აგრესიულად ბრძოლას თავის დასამკვიდრებლად და ამას გააკეთებს როგორც წესი სხვისი დამცირების ხარჯზე. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში ან თვითონ პიროვნება ზარალდება, ან აზარალებს გარშემო მყოფ ადამიანებს. და ჩვენ მივიღებთ პოლარობების სინთეზს, ანუ არასრულფასოვნების კომპლექსი პლუს განდიდების მანია. და თუ ოდნავი მიდრეკილება არის ესეთი შფოთვითი აშლილობისკენ და ეგოცენტრულობისკენ, აი ეგოიზმი და ეგოცენტრულობა არის სხვადასხვა რამ. ეგოიზმი არის, როდესაც აი მე შენ დაგაზარალებ, იმიტომ რომ მე მინდა ასე. და მე ვიცი, რომ ეს ზარალი, ეს სტრესი შენ გულს გატკენს, მაგრამ მე მიღირს ჩემი სურვილი ამად. მე მესმის შენი ტკივილი. ნახეთ, მე მესმის შენი ტკივილი და შენი ზარალი, მაგრამ მე მიღირს, მივდივარ ამ აი ეგოცენტრიზმი არის, როდესაც მე არც კი მესმის შენი ტკივილი. არ მესმის შენი ტკივილი. ეს არის უკვე და საერთოდ არანაირი ემპათია არ ჩნდება, შეიძლება ითქვას ადამიანის განცდებს. აი ეგოისტს ესმის, მაგრამ მიდის. ეგოცენტრიკს არ ესმის, ბიოლოგიური რესურსი არ აქვს. აი არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი მწვავე ტოქსიკური გამოვლინება არის ეგოცენტრიზმი, რომელიც შემდგომ შეიძლება გადაიზარდოს მწვავე ნარცისიზმში. აი სწორედ გამოვლინებებზე მინდა გავაკეთოთ აქცენტი, იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენ ძალიან გვიყვარს ყველას ფსიქოლოგობა და რაღაც გარკვეული დიაგნოზების დასმა ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად გაგვიგია ფრაზა, რომ აი მას არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს და აი ამიტომ იქცევა ესე, ამიტომ გააკეთა ეს, ამიტომ გააკეთა ეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯანსაღი თვითკრიტიკაც აუცილებელია ჩვენი ცხოვრების პარალელურად და ის სად გადის აი ეს ზღვარი სწორედ ჯანსაღ თვითკრიტიკასა და არასრულფასოვნების განცდის შორის, ხო და აი როგორ უნდა გამოვავლინოთ და მივხვდეთ, რომ აი ამ ადამიანში ნამდვილად არსებობს ეს რაღაც გარკვეული პრობლემა, რა არის ამის სიმპტომატიკა, რა არის უფრო ზუსტად. როგორც კი ადამიანი იწყებს საკუთარი თავის დამკვიდრებას სხვისი დამცირების ხარჯზე, რაც შეჭიდულია ასევე შფოთვით აშლილობასთან. აი მაგალითად სტატისტიკურად დადგენილია, რომ დანაშაულების დიდი უმრავლესობა, განსაკუთრებით მაგალითად აი სერიული მკვლელები, მანიაკები, ესე ფსიქოპათიური სპექტრის, ეს დანაშაულები ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მათ ჰქონდათ შფოთვითი აშლილობის გამწვავება. ასეთი ადამიანები შფოთვითი აშლილობის დროს და არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებული არ ქვია, მაგრამ შეპყრობილი ესე ვთქვათ, ხო, ადამიანებისთვის არის ერთი თავისებურება, ეს არის ინფანტილური აზროვნება. ინფანტი ნიშნავს ჩვილი, პატარა. და აქ არის საუბარი არა ის, რომ ეს ბავშვივით არის, ვთქვათ, ლაღი, ბავშვივით მხიარული. არა, ბავშვივით უპასუხისმგებლოა საზოგადოებისადმი. ისთვის რომ მე მინდა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს საჭიროა. მისთვის მე მინდა გადამწყვეტია და ვინაიდან მას ჰქონდა შეზღუდვები მე მინდაზე, ვთქვათ, ჰიპერძრუნველობა ან პირიქით უარყოფილია მშობლების მიერ, ახლობლების მიერ, ოჯახის მიერ, სამეგობროს მიერ და ასე შემდეგ, ეს მე მინდა ხდება ჰიპერ მე მინდა. ალბათ მასში მანიპულატორის და მთავარ რასაკვირველია, ის იწყებს აუცილებლად, ეს არის ძალადობა საზოგადოებაზე და
ის იმას კი არ ცდილობს, რომ თავად გაიზარდოს, განვითარდეს, მიიღოს ისეთი განათლება, რომ გახდეს თავად საინტერესო და მოთხოვნადი. ის ძალაუფლების მოპოვებით და ანუ ავადმყოფური ლტოლვა ძალაუფლებისადმი დამახასიათებელია არასრულფასოვნების კომპლექსისთვის. უხილავი ძაფები ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც მივხვდი, არასრულფასოვნების კომპლექსსა და ინფანტილურობას შორის არის აუცილებლად გაბმული. გადაქსოვილია. ქალბინადე აი ადამიანი, რომელიც აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, აი თვითონ თქვათ გაურბის ამ პასუხისმგებლობას მუდმივად, აი სულ მსხვერპლის როლში გვევლინება, სხვა ადამიანის მოლოდინშია და აი ვერ ხერხდება ეს დასრული პასუხისმგებლობა. თქვათ როგორი უნდა იყოს მისი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი ან საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი ადამიანის მიმართ. ამ დროს ხო ძალიან მძაფრდება ეს საკუთარი უნარობის განცდა და შემდეგ მძაფრდება ის შედეგები, რომელზეც თქვენ ახლა გაამახვილეთ ყურადღება. იცით, აი მაგათ ალქიმიაში, რასაც ქვია, აი ველიკეძიანი დიდი საქმე opus magnum. ალქიმია თავის დროზე ემსახურებოდა, თქვათ, აი არა კეთილშობილი მეტალებიდან კეთილშობილი მეტალების, ანუ ოქროს მიღებას. ადამიანის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის ანუ შავი პერიოდი, ანუ დეპრესია, წვდიადი, სიკვდილის ესთეტიკა და აი ეს ნიგრედო, როდესაც ადამიანი თვლის, რომ ის არის არარაობა, ის არაფერს არ წარმოადგენს და ადამიანის სოციალური არსებაა, ხომ? ის აი ამ პერიოდს, ამ შავბნელ სიკვდილის პერიოდს ებრძვის იმით, რომ ან უნდა მოიპოვოს ძალაუფლება და სხვა დაჩაგროს, ან მაგალითად განვითარდეს და მიიღოს რაღაცა ახალი ცოდნა. ის ეძებს ცოდნებს, განათლებებს ეძებს და აი აქ ეს მეორე ეტაპი მოდის ალქიმიაში, ეს არის ალბედო, ანუ თეთრი, ის ნიგრე ხო არის შავი და ეს ალბუს არის თეთრი და გახსოვთ ჰარი პოტერში ბოლოს სერიაში ჰარი პოტერი რო მკვდება და მე გასხივოსნებულ სადგურში რო ხვდება, ხო გახსოვთ და დამბლდორს რომ ესაუბრება და ბოლოს ესე ეკითხება ბოლო კითხვას რომ დამბლდორ ეს რაც ახლა ხდება ეს ჩემ ტვინში ხდება თუ მართლა ხდებაო? რა თქმა უნდა ეს შენ ტვინში ხდება, მაგრამ ვინ გითხრა რომ ეს მართლა არ ხდება? ხომ? ანუ ის რაც ჩვენ ტვინში ხდება, ჩვენ იმის მანიფესტაციას ვახდენთ, იმის გამოაშკარებებას, იმის მატერიალიზაციას ვახდენთ, აი როგორც ეს სტუდია მოწყობილია ისე, როგორც იფიქრა დიზაინერმა. ხომ? ამ ადამიანის ტვინში, რომელსაც აქვს აი ეს პრობლემა არასრულფასოვნების, ხო, მატერიალური სიდუხჭირიდან გამომდინარე, ან თulis რომ ეს დედმამა მას არ უნდა ყოლოდა, უნდა ყოლოდა სხვანაირი, აი იმას როგორი მამა ყავს, აი როგორი ყველაფერი მისცა და მე არაფერი არ მომცა. თვითონ აი ნახეთ და ტვინში არის ესეთი მატერიალური სუბსტრატი, ანატომიური სტრუქტურა, თითისტარისებრი ხვეული, ასე ჰქვია. თითისტარისებურ ხვეულს აქვს ესეთი თავისებურება, მისი ფუნქცია არის ასეთი, რომ მას ვოლტაჟის, იმპულსაციის სიმძლავრის შესაბამისად შეუძლია თავის ტვინში, თავის ტვინის ქერქში, პრეფრონტალურ ზონაში აღძრას ისეთი იმპულსაცია, რომ შენ გაჯერებს, რომ რასაც შენ ფიქრობ, ეს არის რეალობა. ნახეთ, აი ამ თითისტარისებრი ხვეულს ჰქვია რეალობის დეტექტორი. აი თუ თითისტარისებრი ხვეულში არის მაღალი აქტივობა, ის მოეფინება ეს იმპულსაცია მთელ ტვინს და შენ დარწმუნებული ხარ, რომ რასაც ფიქრობ ის ნაღდია. მაგალითად, მიდიხარ ქუჩაში და ვიღაცამ ხმამაღლა გაიცინა. თითისტარისებრი ხვეული თუ ძალიან გააქტიურდა, შენ დაგაჯერებს, რომ ეს არის დაცინვა. დაცინვა ეს ნიშნავს, რომ პათოლოგიური იმპულსაცია წარმოვიდა. საკალბინადე იმისთვის რომ ესეთი რეალობები შევქმნათ, ხშირად ამისთვის ადამიანები ძალიან დახვეწილად ვნიღბავთ ხოლმე მათ შორის ჩვენს კომპლექსებსაც და მათ შორის თუნდაც ძალიან წარმატებული ადამიანები, რომლებსაც არაერთი მიღწევა ერიცხება თავიანთ პროფესიულ ცხოვრებასა და საქმიანობაში, ფინანსური სიდუხჭირე ახსენეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთქვათ ფინანსური უზრუნველყოფა უფრო ვთქვათ მკაფიოდ არის ხოლმე მათ ცხოვრებაში, მაგრამ მუდმივად არის მაინც იგივე მოდელი ამ თვით
შეფასებაში და საბოლოო ჯამში ეს ხდება შეიძლება ითქვას რომ ნიღაბი იმ ყველაფრის გადასაფარად რაც რეალურად მათ თვით შეფასებაში ასე ვთქვათ აწუხებთ და მაინც მაშინ ჩდება შეკითხვა ვინ არის სრულად ამისგან თავისუფალი არსებობს კი ადამიანი რომელიც თავისუფალია არასრულფასოვნების კომპლექსისგან კი ბატონო აი ეს ალბედო რაც გითხარით რომ უკვე თეთრი პერიოდი როდესაც განათლებას იღებს ახალ რომ მუშაობს თავის თავზე საკუთარ ხასიათზე მუშაობა უკვე ხასიათია და თუ ეს ხასიათი შენ გაქვს და აი ამ ცოდნას იყენებ ხომ შენ აღმოაჩენ რომ თურმე ასეთი რამ მთელ კაცობრიობაზე ერთეულები არიან ვინც ამ მატრიციდან გავიდა ხო ანუ ცოდნა განათლება ემსახურება იმას რომ შენ დააფიქსირო რომ ეს რაც შენ გჭირს რასაც შენ ფიქრობ ეს 1000 წლეულებია ფიქრობს ასე ადამიანი მე რომ ავიღოთ მაგალითად აი ბერძნული ვთქვათ ლიტერატურა რითი დაიწყო ვთქვათ ხო ეს ილიადა ოდისეა რა არის დაიწყო ეპიკური პოემებით ხომ სადაც მკვლელობა არის აყვანილი გმირობის რანგში მერე მოდის ლირიკა რომ გახდა ეს რომანტიზებული გარომანტიულება მოხდა ამ დანაშაულების მკვლელობების აი რო ჰერაკლე ავიღოთ ხო მისი გმირობები არის მოკლა მოიპარა იძალა და მოკლა მოიპარა მე დახოცა ოჯახი მე მეგობარი მოისროლა უფსრულში ხო და ეს არის იდეალიზებული და მე გვაქვს უკვე დრამა ნახეთ ანუ კაცობრიობა ხვდება რომ ეს ძალადობა და თავის დამკვიდრება ძალით ხო ჰერაკლე რა არის არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს ხოცავს ის არასრულფასოვნები ტანადი ხო ერთ-ერთი გმირობის მე რომ მეფემ უთხრა რომ მეო შენო არ მოგცემო ამ ჩემ სამეფოს ავგეასთავლები რომ გაასუფთავა ხო იმან უთხრა რომ შენ თუ ამას გაასუფთავებ ნახევარი სამეფოს მოგცემო ხო და მე აღარ შეასრულა პირობა და როგორ თუ შენ მე პირობა ხო და კლავს ეს ჯანმრთელია ფსიქიკა არ არის ხო ამასაც ჯანმრთელი არ აკეთებს ანუ როგორ გამიბედეს ვარიანტი ხო ანუ ნახეთ აი ეს ალბედო რას ნიშნავს რომ შენ აი ამ ინფორმაციას ცოდნას რომ იღებ ამ ცოდნის პროცესში შენ შეიცვალო და თუ არ შეიცვალე ახალი უბედურება ტრიალდება შენ იკეტები ალბედოში ანუ რა აი ახალი ცოდნა და ძველი ხასიათი შენ კი გამდიდრდი მაგრამ ტვინი გაქვს ღარიბის თქვენ რაც ბძანეთ რომ გამდიდრდა მაგრამ იგივე პრობლემა დარჩა ანუ ამ პროცესში ის არ შეცვლილა ეს არის მდიდარი მაგრამ ღარიბი მაგრამ ამ ფაზებს ადამიანი შეიძლება წარმატებულად წარუმატებლად მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გადის ალბათონდია ესე იგი ჩვენ ვისაუბრეთ იგივე იწყება ეს ყველაფერი ბიოლოგიურად შეიძლება ნაყოფმა განიცადოს რაღაცა შიმშილი და იმის გამო არასწორად განვითარდეს ტვინი. ბავშვობაში უამრავი კომპლექსი შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს იგივე როგორც ოჯახის წევრებისგან, ასევე მასწავლებლებისგან, შენ თანატოლებისგან, სოციუმისგან ზოგადად, შემდეგ უკვე ცხოვრების პარალელურად იგივე სტუდენტობის განმავლობაში, სკოლაში, იგივე სამსახურში, პროფესიულ ცხოვრებაში, იგივე პირად ურთიერთობებში შესაძლებელი ნებისმიერ დროს რაღაც კომპლექსი შეიძლება შეიძინოს ადამიანმა. თავარი კითხვა ალბათ როგორ ვეხმარებით ესეთ ადამიანებს და როგორ ვეხმარებით საკუთარ თავს. თქვენ ახსენეთ საკუთარ თავის განვითარება, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც მსგავსი პრობლემის ქვეშ მყოფი ადამიანი თავისი ფეხით მივა კი აი მაგაზრამდე რომ აი მე უნდა განმოვითარო ჩემი თავი. რა რომელია ეს პირველი ნაბიჯი? რა საკვირველია, იცით აი მაგალითად ახლა აი სამივეს რომ დაგვიმართოს ჯვარგვწერი ახლა ვირუსი მაგალითად, ხო? ერთი და იგივე ვირუსია. მე ამტკივდება ყელი, შენ თქვათ გადაიტარ ფეხზე ისე რომ ვერაფერს ვერ იგრძნობ და შენ ორი კვირა იქნები სიცხიანი. თქვათ, ხო? ერთი და იგივე ვირუსია. ეს გააჩნია ვის რა გენეტიკური აპარატი აქვს და რა იმუნიტეტით დავხვდით ჩვენ ამ ვირუსს. ერთი და იგივე გამღიზიანებელი, ანუ თავი ის კი არ არის რა მოხდა, არამედ როგორი ემოციური რეაქცია გქონდა. კი, შეიძლება იყოს ბულინგი, შეიძლება იყოს, მაგრამ აი ის რომ შენ ხედავ რომ ეს აქციელი არასწორია. აი თუნდაც სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის ფარგლებში ხომ იცი რომ არასწორია. ანუ მე აი მაგალითად აი რომ არის რეკლამა, თქვათ, აი ორი ახალგაზრდა ვაჟი, ან ორი ახალგაზრდა გოგო ჯინსებში გაზიანი სასმელით ესე დგას ძალიან ახლოს მომღიმარე ვის რა აქვს, ხო? ის დაინახავს არა მხოლოდ ჯინსებს, არამედ სხვანაირ ინტიმს, მეგობრობაზე უფრო მეტი.
ანუ თუ წამოგაგო შენ ამ რეკლამამ, ნიშნავს რომ შენ ეს ჩანასახში გაქვს. რას აღიარებ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შენ ხო წამოგაგო ამან. შენ თუ წამოგაგო იმან რომ შენ ლამაზი გოგო ბიჭების გარემოცვაში ცუდ ხასიათზე დგები, ესე იგი არასრულფასოვნების კომპლექსი გაქვს. ანუ ესე იგი სიძულვილი კი არ არამედ მე დააღმოჩნდა რომ ლამაზი ქალების უმრავლესობა თუ არა ნახევარი მაინც არ არის ისეთი ბედნიერი, რომელიც ნაკლებად ლამაზი, მაგრამ მოვლილი. ლამაზი ქალი, რომელიც არის ლამაზი, არის ესე, იმდენად არ უვლისო თავსო, როგორც ნაკლებად ლამაზი. ანუ მთავარი ყოფილა არა ის ანატომიურად რა დაკვა, არამედ ხასიათში როგორ აგაკ თავზე ზრუნვის პრეზენტაციის უნარი. შენ ამ ცოდნებს რომ შეიძენ და მაინც არ გშველის გამჩენი, მაშინ მიდიხარ ფსიქოლოგთან. არ გშველის ფსიქოლოგი, მერე მიდიხარ ფსიქიატრთან. ძალიან ხშირად მიყვარს ამისი თქმა, ჯობია იტირო ფსიქოლოგთან, ვიდრე იხარხარო ფსიქიატრთან. იმიტომ რომ ეს არასრულფასოვნება, რომელიც გადადის შემდგომ კანდიდების მანიასთან ერთად მწვავე ტოქსიკურ ნარცისიზმში და პლუს ამას თუ ასეთმა ძალაუფლება მოიპოვა, გამდიდრდა და ფული ძალაუფლება, ხომ რა ვის მივიღებთ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ბოროტმოქმედს. ეს ბოროტმოქმედება. უბრალოდ თუ ერთი შეხედვით ვერ დაინახე, მაგრამ ამას დაინახავს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ან მსხვერპლი ადამიანი ან ერიან ხალხი. ხო, როგორ დამთავრდა პინოჩეტი, როგორ დამთავრდა მუამარ კადაფი, რომ გადასარევი გარეგნობის იყო კადაფი. მაგრამ მქონდა კანდიდების მანია. და კანდიდების მანია პლუს არასრულფასოვნების კომპლექსი ასე მთავრდება. ამრიგად, იცით, უნდა იყოს რა თქმა უნდა საარსებო მინიმუმი, უნდა იყოს ელემენტარული ანატომიური მონაცემები, მაგრამ მთავარი არის ხასიათი. და ყველაზე მთავარი ხასიათი არის ხასიათზე მუშაობის ხასიათი. და თუ არაფერი პიროვნული ზრდა, რომელიც ასე რთულია, მაგრამ ასე აუცილებელი, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ჩვენთვის ვირფასი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მათ ისევ აზიანებთ და ისევ ვუსახიჩრებთ ხოლმე სულს, რომ საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ და შემდეგ შედეგები ისევ ჩვენ გვიბრუნდება და არ მოგწონს და არასახარბიელო ხდება ხოლმე ჩვენთვის. ხალხნადია, დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო მithundas კომპლექსები ეს თემა, რომელიც ამოუწურავია. სიამოვნებით გავაგრძელებდით საუბარს. თუმცა ჩვენი საეთერო დრო ამის საშუალებას ახლა აღარ გვაძლევს. შევხვდებით უახლოეს მომავალში. აუცილებლად და რა ხდება ახლა?